მანდაბა დღეს არ მომწონს როგორც გამოვიყურები. დიანა, ნორმალურად ხარ. ძალიან კარგად გამოიყურები. გოგოებო, ვინმეს მანიკური ხომ არ გაქვთ? მინდა რომ ფრჩხილები შევიღებო. არა. გოგოებო, არ არის საჭირო რომ გამომხნელოთ. კარგი, წავიდეთ. დღევანდელი დღე ძალიან კარგი იქნება. ჩემთვის? კი, თქვენთვის არა. დაიმახსოვრეთ გოგოებო, დღეს დიმასთან ერთად მე უნდა ვატარო მანქანა. გოგოებო, არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც ჩემთან ერთად წავა, მერე თქვენ საერთოდ აღარ შემოგხედავ. ამდენი თავდაჯერებულობა საიდან? ვნახოთ. რა, ფეხბურთელებო, დიმას ვერ იყობთ? პატარა რჩევას მოგცემთ. დიმა ის არ არის, ვინც თქვენ გგონიათ. ის ჩემთან იყო, ჩემთანაც. ხო, და თქვენ ყველა მიგატოვათ, ვიცით. უბრალოდ თქვენ არ იმსახურებდით. და მას ის ჩვენთან არ ყოფილა ჯერ. ვაუ, გოგოებო, გაიგეთ რა უხეში პასუხი იყო? თქვენ ფეხბურთელებო, მართლა გგონიათ რომ ყველაზე მაგრები ხართ აქ? უბრალოდ გირჩიეთ მეგობრულად, არა მეგობრულად, მეზობლურად. ვინც წინასწარ გაფრთხილებულია, ის მომზადებულია, ხო მიცით გოგოებო? წავედით. აი, ახლა ამათ შურთ. ხო, ძველებს შურთ, იმიტომ რომ დიმამ სხვები აირჩია. მე ვიქნები მასთან ერთად და დამთავრდა. დაწყნარდი შენი თავდაჯერებულობით. აი, ის ძალიან მომენატრე. ხო, მეც ძალიან. აბა როგორ იყავ ჩემ გარეშე? ისე რა, გუშინ წინ მოიპარეს ხურდები. მოიცადე სერიოზულად? აბა მითხარ ვინ მოიპარა? ტომასმა. თომას. ხო. მისმინეთ, ტომას ნუაბულინგებთ. ტომას, რა პრობლემაა? ქიფები მოიპარა. რატო? იმიტომ რომ შენთვის ყვავილები მეყიდა. ოი, აი ეს გამარჯობა დაბრუნდი ძლივს. ახლა უფრო ჩქარა იმუშავებთ? გოგოებო, მოიცადე. თომას ვერ გავიგე, მაიგნორებ. ისა მითხარი, რამდენი მოიპარა? 3 დღის. ვახ, მგონი მართლა დამერხა. ტომას, ქურდი ხარ? თავიდანვე რატომ არ მითხარი? ჩემ შეკვეთას რამდენი ხანი უნდა ველოდებოდე? 2 ხართ, ამდენი დრო რაში გჭირდებათ? თომას, იცოდეთ, როულად ფლიანი ფული უნდა დავაბრუნო, თორე ჩემთან ლაპარაკი მოგიწევს. გოგოებო, რა გინდათ? ჩვენ გვინდა 4 ცივი ყავა. კარგი, 4 ცივი ყავა. თომას, გაიგონე რაც გითხარი. კი, ყველაფერს დავუბრუნებ. ტომას, ეგრე აღარასდროს მოიქცე. კარგი მეგობრებო, მადლობა, თქვენ გამოშეკვეთა ვერ მივიხე. მოკლედ რომეო, დღეს დიანა საბოლოოდ კისმეთ ყვისი. დარწმუნებული ხარ? კი, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ გუშინ მთელი ღამე ერთმანეთს ვწერდით და მგონი მზად არის რომ ერთად ვიყოთ. მაგარია გილოცავ და სმალს რა უნდა უთხრა? და რატომ უნდა უთხრა? ყველაფერს თვითონ დაინახავს. ხო იცი ტიმო, რომ ეს ღალატი არის. შენ ძმას ღალატობ. არა რომეო, ეს ღალატი არ არის. ეს სიყვარულია და დაიმახსოვრე, სიყვარულში ღალატი არ არსებობს. იცოდი, არჩევნის წინაშე თუ ვიქნები, ვისვე მეგობრობ, სმალს აურჩევ. კარგი რომეო, რაც გინდა ისქერი, მე არ მატარდებს და არჩენი დარდო. გოგოებო, ნახეთ, დიმა ფეხბურთელი ელოდება თავის ფეხბურთელებს. საწყალი დაბნეული არ იცის რომელი აირჩიოს. გოგოებო, ყურადღება არ მივაქციოთ დიმას და თავის ფეხბურთელებს. დიანა, ხომ გახსოვს დღეს ტიმურს კი უნდა უთხრა. გოგოებო, ყველაფერი მახსოვს. ბაჭიებო, მე რატომ აღჭერდებით? ოი, დიმა, ნუ გრცხვენია, ჩვენ შენ საერთოდ არ გიყურებთ, უბრალოდ ვდგავართ, ყავას ვსვავთ, საუბრობთ. დიმა, შენი სიყვარულები მოდიან. ნახე? გამარჯობა, დიმა. საკმარისია. დიმა, რას გულისხმობ? აბა სად მივდივართ? სად არის შენი მანქანა? გოგოებო, მოიცადეთ, დიმა, ეს რას ნიშნავს? ლორენ, ჯერ ვერ გადავწყვეტე რომელთან ვიყო. გოჭებთან არ ითამაშო. მე შურისძიება შემიძლია. ვაუ, გოგოებო, გოჭებს შეხედეთ. ხო, ვერ გაიყო ეს ფეხბურთელი. დიანა, აბა ტიმურთან მივდივართ? ხო, გოგოებო, კი, უთან უკვე მომწერა. ახალი წყვილი გვეყოლება. მერი, ამაზე ნუ საუბრობ, თორემ კის არ ვეტყვიცოდე. ლორენ, დამშვიდდი. ახლა მე დიმასთან ერთად გავისეირნებ. კარგი. ხო, და მე ხვალ გავისეირნებ. აბა სად არის შენი მანქანა? ტრაილერის გვერდით წამოდით. არ მოეწონები. ვნახავთ. ვაიმე, გოგოებო, უკვე მეოლდება, როგორ გამოვიყურები? სუპერ! მიდი. გამარჯობა, ტიმურ. გამარჯობა საყვარელო. ეგრე არ დამიძახო, სმაილის შეცდომები არ გაიმეორო. კარგი, მაშინაც გამომართვი. მადლობა, რა არის? ნახე, ვიცი რომ მოგეწონება, მოგწონს ეგეთი რაღაცეები. ტიმურ, ძალიან საყვარელია. საიდან იცოდი რომ დათუნიები მიყვარდა? დიანა, მგონი შენზე ყველა ინფორმაცია გაიგო. ხო, მართლა საუკეთესოა. მოგეწონა? კი, ძალიან. დიანა, შენს გაგიშდი? არ ფიქრობ სმაილი ამ ყველაფერზე რას იფიქრებს? მისმინე რომეო, სმაილ საუბარი არ არის საჭირო. დამთავრდა ჩვენ შორის ყველაფერი. აი ხო ხედავ რომეო, დიანა და სმაილი ურთიერთობაში აღარ არიან. აბა დიანა, რა გადაწყვეტე? იქნები ჩემთან ერთად. გახდები ჩემი შეყვარებული. ტიმურ, იცი ძალიან ძნელია. დიანა, რა? ტიმურ, ჩვენ სრულიად განსხვავებული რაღაც გითხრა. ხო, უნდა შენთან ყოფნა უბრალოდ რცხვენია. გოგოებო. დიანა, მიდი. აბა. რა? მოიცადა ჩვენი გუშინელი ღამის მესიჯები უკვე და გავწლა. მომწერე რომ მოგწონდი. ხო, ეგ მახსოვს. გოგოებო, არ მესმის, იქ რა ხდება? ტიმური დიანას ერთად ყოფნას თავაზობს? კიდევ ერთი წყვილი? დაჯექი.
აბა სადგინა რო წავიდეთ. ჯერ ვიკატაოს თუ პირდაპირ კაფეში. მოდი, კარტინგებზე წავიდეთ, ძალიან მიყვარს. გინდა ბოლო მოვაწყოთ. კარგი. ტომას, შენ როდის გეყოლება მანქანა? არ ვიცი. ცუდია, ტომას, ძალიან ცუდი. მხოლოდ რაც შეგიძლია არის მოპარვა. აბა საყვარელო, წავიდეთ. წავედით. ჯანდაბა, სკოლა მინდა უკვე, ეს ახალი ფეხბურთელიც კი დიმასთან ერთად არის. არა, გაურკვეველია ვინ არის დიმასთან, სამივესთან ერთად დადის. არ მისმის ბანი სად არის, არ მპასუხობენ. ალბათ ტრეილერის გვერდზე არიან. ები დაწნარდი ბაჭიებს ვიპოვით. მასწავლებელო მაიკ, შეიძლება დაგილაპარაკოთ? გოგოებო, ნუ დასდევთ მაიკს, მოშორდით. გოგოებო, ჩემ დევნას უნდა შეეშვათ. იანო, მასწავლებელი მაიკი შეიცვალა. ხო, ამ მწვრთნელის ცუდი გავლენაა. მისი დამხმარე აღარ ვარ. ახლა მხოლოდ მწვრთნელ ების უსმენს. იანა და ლედა, პრობლემა მაქვს. კაფეში აღარ მემსახურებიან. შეკვეთა არ მომიტანეს. რაიან, დაიკარგე. მაგარია, ყველა მეუბნება რომ დავიკარგო. გამარჯობა, რაიან. კაფეში არ წახვიდეთ, ძალიან ცუდი სერვისი აქვთ. რა ლამაზია გარეთ. სკოლაში რომ წავალთ, უფრო უკეთესი გახდება. ხო, მეგობრებო, ძლივს გარეთ გამოგიყვანეთ. ხო, კარგი ყოფილა. კი, მაგარია, ისი ამის ტარება როგორ უნდა ვისწავლო. მეგობრებო, სუპი მოდის. და ჩილიდერები სად არიან? მოკლედ მივედი ტრეილერთან და დავინახე, რომ კალათბურთელებს ელაპარაკებოდნენ. მოიცა, არ მოდიან? არა. ვაუ, გოგოები ისევ კალათბურთელებთან არიან? ჩილიდერები ზოგადად თავიანთ სტრესს სწრაფად იცვლიან. და ნასტიაც იქ იყო. კი, ყველანი იქ იყვნენ. იცინოდნენ და კალათბურთელებს ელაპარაკებოდნენ. არ მისმის, რა უნდა მომხდარიყო. ალექსა, შეხედე, ეს ჩემი ყოფილი მეგობარია. ვა, ტრაბახაც მოვიდა. მოდი ჩვენთან, აქ წვეულება გვაქვს. ზომბებო, ორი წამი თუ შეგიძლიათ გაჩუმდით. კოსტა, გამარჯობა. აი, ჩემ ფეხბურთელს შეყვარებულ შეხედე. მაგარი ფეხბურთელი. დიმა, შენ გამო მართლა მიხარია, მაგრამ არ მესმის ჩემ წინ ტრაბახი რაში გჭირდება. ვიცი, რომ ჩემი ჩილიდერი შენ ფეხბურთელს ჯობია. ეს ფეხბურთელი ვიღაცას მახსენებს, მაგრამ ვის? კი, ვიცი, ვისაც გახსენებს, ერთი ლუზერი რო იყო, წინა სკოლიდან. ხო, ლუზერი. კარგი დიმა, დროზე დაიკარგე, თორემ მოგიწევს შენ ფეხბურთელთან ერთად ფეხი წახვიდე. არ მესმის, ჩვენზე ცუდად საუბრობენ, გაუმკლავდი. ხო, ახლა ვიმიხედავ. აბა ზომბებო, გისმენთ რა გინდათ? ჯერ გადმოდი და მერე გველაპარაკე. ხო, გადმოდი მანქანიდან. ხო, დიმა, უკვე ძალიან ბევრს ლაპარაკობ, გადმოდი მანქანიდან, ჩვენ ჩხუბები ხوار და გავუცლავ. ჯობია თქვენ მოშორდეთ მანქანას, გაკაცრავთ. დიმა, ცემე, აჩვენე რომ ძალიან მაგარი ხარ. არა, მოდი მაგას ხვალვისამ, ახლა გავისეირნოთ. აჰა, წავიდა. ხო, დიმა ასეთია. ლაჩარია, ხო, კოსტა? კარგი, ახლა ყველაფერი გასაგებია, ჯობია წავიდეთ და ჩილიდერები ვნახოთ. არა, ჩვენ არ უნდა წავიდეთ, იქ ბევრი ხალხია, მერე ვნახავთ. კარგი, მაშინ ვიყოთ აქ და მე სკეიტბორდს ვისწავლე. საკატ, აბა დამეწიე. დიანა, მე გვირდები, რომ ყველაზე ლოიალური შეყვარებული ვიქნები. მე და შენ საუკეთესო ურთიერთობა გვექნება. მე მიყვარხარ და არასდროს გიღალატებ. და არ შეურაცხყოფას მოგეყენებ. დიანა, აბა. ტიმურ, კიდევ ერთ რაღაცასაც უნდა დამპირდე. გოგოებო, რატომ უნდა გეძებდეთ აქამდე? ვარჯიში გვაქვს, არც კი გამოგიცვლიათ. ხოლოდ ორი წამით დაგვაცადეთ. აბა დიანა, გისმენ. ტიმურ, არ ვიცი. კარგი. ახალი წყვილი ყავს. ახალი წყვილი, დიანა და ტიმური. დიანა, ურთიერთობებზე ხომ გითხარი? მწვრთნელოები გპირდებით, ეს ურთიერთობა ჩილდერობაში ხელს არ შემიშლის, მაგრამ აბა შეიძლება ჩემ შეყვარებულს ვაკოცო. მაგარია, მაგრამ მე ვერ მოგილოცავთ, ვიცი რომ მალე დასრულდება. გამარჯობა მეგობრებო. დიანა, მე დავუბრუნდი და მთლიანად შევიცვალე. ახლა საუკეთესო შეყვარებული ვიქნები. ბოდიში ძმაო, მაგრამ ახლა დიანა ჩემი შეყვარებულია. ვაუ, ეს ნამდვილად სიურპრიზია. ახლა ყველაფერი გაფუჭდება. საინტერესო გახდება უფრო სწორედ. მოიცა, დიანა, არაფერი მესმის. სმაილ, ახლა დავთანხმდი ტიმურს. მოიცადე, შენ ჩემი ძმა ხარ და ასე მღალატობ? არა, ეს ღალატი არ არის, სიყვარულია. უკვე ძალიან დაბნეული ვარ, არაფერი არ მესმის. დიანა, წამოდი, წავიდეთ, ახლა ვარჯიში გვაქვს, გოგოებო. გოგოებო, რა შობოდით ამდენი ხანი, 9 საათია გეძებთ. რატომ არ შედებ? შენ ჩემი ძმა აღარ ხარ. რა გინდა სმაილ, დიანა შენ თვითონ დაშორდი. სმაილ, მე 100% გეთანხმები, ის ნამდვილი ძმა არ არის, მოღალატეა. კარგი, გასაგებია, არ დამელაპარაკოთ, ვიქნები მოღალატე. მოკლედ სმაილ, ესე იგი დაგვიბრუნდი. იცოდი, ახალი წესებია და უნდა წაიკითხო. კარგი, მასწავლებელმა იქ წავიკითხავ, მაგრამ ცოტა მერე, სახლში ამ წამს შემოვედი. მასწავლებელმა იქ სმაილი ახლა არ შეაზრუხოთ. რომეო, ეს შენი საქმე არ არის და სმაილ ახლა უნდა წაიკითხო, გეულდები. ესე იგი შენ იცოდი, ხო? იცოდი. კი, ვიცოდი. და რატომ არაფერი მითხარი? არ მინდოდა შენი ხასიათი გამიფუჭებინა. შენ რომ გეთქვა, ადრე ჩამოვიდოდი და ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი. არა, გვიანი არასდროს არ არის. პატრიკ, იმ სათამაშოს შეხედე სმაილს რომ უჭირავს. ჯიჯი, და რა? მეც მიყიდე.
ჯიჯი, ხო იცი, შენ უკვე დასრული ხარ, სათამაშოები აღარ გჭირდება. პატრიკ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ვარ, გოგოებს მაინც უყვართ ასეთი რაღაცეები. ხო და ბიჭებს მანქანები და მოტოციკლეტები გუყვარს. აბა მიყიდე მანქანა. პატრიკ, კარგად ხარ, სათამაშოს მანქანას ადარებ? ბავშვებო, ახლა დაინახეთ რა მოხდა? დიანამ და ტიმურმა ურთიერთობა დაიწყეს და სმაილი მოვიდა და გაიგო ამის შესახებ. ხო, საწყალი სმაილი. იმსახურებს. რა? პროვასტი, ცუდად რომ მომექცე, მეც გავაკეთებ მსგავს რაღაცას. ჯული, ამას არასდროს გავაკეთებდი. პროვასტი, იმედი მაქვს, იმიტომ რომ სმაილმა დიანასაც ეკუთხრა. კარგი სმაილ, ამასაც გავუძლებ, უარესების მომხდარო. არა, ეს არის უარესი, ჩემს მამაც მიღალატა და შეყვარებულმოც. სმაილ, გვესმის რომ ძალიან დეპრესიაში ხარ და რაღაც ბლა-ბლა, მაგრამ სანამ წასული იყავი, ახალი წესები შემოვიღეთ. უკვე დავიღალეთ თქვენი წესებით. გამარჯობა, ის მიხარია რომ დაბრუნდი. პიცასგან და სმაილისგან არაფერი არ შევუკვეთო, საშინელი სერვისია. რაიან, თელი დღე მაგაზე უნდა ისაუბრო? გირჩევნია წახვიდე და რაღაც კოქტეილი დადე. გოგოებო, მე არსად არ მივდივარ. სმაილ, რა მოხდა? სევდიანი რატომ ხარ? მართლა გადარდებს? კარგი საკმარისია, უბრალოდ ყველამ თავი დაგვანებით. კარგი, მაგრამ გაგაფრთხილეთ იცოდეთ. თუ წესებს დაარღვევს, სმაილ, შენი პრობლემა იქნება. სმაილ, შეგიძლია შენი პრობლემები გამიზიარო, ასე უფრო მარტივი იქნება, დამიჯერე. იცი, როცა მასთან ერთად მანქანაში ვიყავი, ძალიან განსხვავებული იყო. ნუ ნერვიულობ, იქნებ შენაგერჩიოს. არც ვიცი საერთოდ ვის აირჩევს, დღეს არც უნდოდა ჩემი კოცნა. დიანა, ნუ მაწყენინებ. კარგი მწვრთნელოები, წინააღმდეგი ხართ ურთიერთობების. ანუ ისევ ძველთავს დაუბრუნდით? არა, გოგოებო, ისევ კეთილი ვარ, უბრალოდ ვნერვიულობ ვარჯიშზე. მწვრთნელოები კი ურთიერთობები ვარჯიშისგან ცოტა სხვა რაღაცაზე გაფიქრებს, მაგრამ ლორენ, რატომ ხარ ასეთი მოწყენილი? რა იყო, დიმამ უკვე მიგატოვა, ერთი დღე იყავით ერთად? თქვენი საქმე არ არის. ლორენს შეუძლია თავისით გაუმკლავდეს. კარგი, პატარა რჩევა. ჯობია რომ დიმასთან საქმე არ დაიჭიროთ. მწვრთნელოები, ახლა ჩვენ გამოვიცვლით და სავარჯიშოდ წავალთ. გოგოებო? ხო, გოგოებო, იჩქარეთ. ფეხბურთელებო, თქვენთვის შეკითხვა მაქვს. ოდესმე ვარჯიშობთ? რასაც ვხედავ, მარტო დიმასთან ურთიერთობაა. აქ სავარჯიშოდ არ მოვსულვართ, დასასვენებლად მოვედით. ამიტომ კითხვებს ნუ გვისვამ. უხეშები არიან. მწვრთნელი არ ყავთ? არ გასწავლოთ, რომ ასე არ შეიძლება ესაუბროთ მწვრთნელებს? ჯანდაბა, წამოდი საპირფარეშოში. წამო. გოგოებო, სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა შოკში ვარ სმაილი რომ დაბრუნდა. დიანა დაბნეული იყო. საწყალი. დიანა, არ მესმის რატომ ნერვიულობ? სმაილს ხომ დაშორდი? ხომ გესმით გოგოებო, რაღაცნაირად ცუდად უგრძნობ მის გამო თავს, მაგრამ უკვე ტიმურის შეყვარებული ვარ. სხვათა შორის გაიგეთ სმაილმა რა თქვა, რომ შეიცვალა და იდეალური ბიჭი გახდება ჩემთვის. ეს რამდენჯერ უნდა გითხრას? 100 ჯერ? 200 ჯერ? მართლა? დიანა, სმაილი უკვე წარსულშია, შენ და ტიმური მშვენიერი წყვილი ხართ. ახლა წამოდით, თორემ მწვრთნელები გვეჩხუბება. ხო, წავედით. მწვრთნელები გამოვიცვალეთ. მშვენიერი გოგოებო, წავედით, დღევანდელი ვარჯიში რთული იქნება. მაგარია, ძალიან გვიხარია. ხო, გაუფლიანდებით. კარგი, მოწყენილი სახეები არ გინდათ? არა, პოზიტიურად ვართ. დიანა. სმაილ, ვარჯიში გვაქვს, გოგოებო, წავედით. დიანა. ეს სათამაშო მაინც აიღე. ხოლო ჩვენთვის ვიყიდე. მასკოტ, აქ რატომ წევხარ? ეს დარბაზია. ხო, დასასვენებელი ოთახი კი არა, ადექ იმაქედან, მალე. მოიცა დარბაზში რატომ ხარ და სპორტული დასასმელი რატომ გაცვიეთ? არა, გოგოებო, ხედავთ რამდენს ბედავს? ხო. შენი საქმე არ არის, უბრალოდ ადექი. ხო, დაჯდომა გვინდა. კომბეშვებო, შეგიძლიათ თქვენ სასეირნოდ წახვიდეთ. მე და ბაჭიებს საკმალი ვარჯიში გვეწყება. დიანა, სმაილთან დაბრუნებაზე არც იფიქრო. კარგი, გავიგე. რასაც ყალისახე ქონდა. ხო, დიანას გრძნობებით თამაშობს უბრალოდ. ბაყაყებო, მოშორდით აქედან, უნდა ვივარჯიშოთ. რა? აი ხო გაიგონეთ, ახლა ვარჯიში გვეწყება. ეს დარბაზი საერთოა. გოგოებო, რაღაც არ გესმით. წადით აქედან, თორემ თქვენს მწვრთნელთან მინდა საუბარი. ბაყაყების ნელი. მწვრთნელოები, ჩვენ ვართ ჩვენი მწვრთნელები. ყველაზე მაგარი ჩერლდერები ვართ და მწვრთნელი არ გვჭირდება. ხო, შვენივრად ვართ ისედაც. უიღბლო ხართ ბანი. წარმატებები. მეორე გუნდი, რომელიც დღეს მეუხეშა, ჯერ ფეხბურთელები, შემდეგ ეს ბაყაყები. მწვრთნელოები, ყურადღება არ მიაქციეთ, ხომ იცნობთ ბაყაყებს? სულ გაბრაზებულები არიან, ზოგჯერ კეთილები, ძალიან იშვიათად კეთილები. კარგი, მწვრთნელოები, მოდით ვივარჯიშოთ. კარგი, მოდით უბრალოდ ვარჯიში დავიწყოთ და შეყვარებულები ყველამ დაივიწყეთ. ოღონდ ურთიერთობები არა გთხოვთ. მასკოტი სიმართლეს ამბობს დიანა. გოგოებო, გამარჯვება. GAMARJVEBA გამარჯვება. ბანი მაგარია. ბანი საუკეთესოა.
გამარჯვებთ. გოგოებო, კიდევ ერთხელ. ბანი მაგარია, ბანი საუკეთესოა. აუცილებლად გავიმარჯვებთ. ბავშვებო, ჩვენ ახლა ვივარჯიშებთ, თქვენ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ძარს. კარგი, წავედი ახლა ვივარჯიშო. აბა, კარგად. 1 2 3 გამარჯვება. ბანი მაგარია, ბანი საუკეთესოა. ბანი გავიმარჯვებთ. გონი შემიშალა. კარგი, არა უხუს, თავიდან. Ain't seen you at the top, it's been a while for you. Big you up and they look down on you. გამარჯვება, ბანი მაგარია, ბანი საუკეთესოა. აუცილებლად გავიმარჯვებთ.